Ichvi ar mepareba rom Rodion Nikolaevichi bdzandebit. Dieх. Tu asия sanatoriumis მთავარი ექიმიც იქნებით. Dieх. Გისმენთ, Rodion Nikolaevichi. Ratom zdurxart. თქვენ გონიათ რომ აუცილებლად უნდა ვილაპარაკო? ბუნებრივია, რა კი სალაპარაკოთ გაუმიწვიეთ. თქვენი გვარი. ჟერბერი, ლიდა ვასილი სასული ჟერბერი. ის ჟერბერია რა. ის ჟერბერი? რას გულისხმობთ? დამეთანხმეთ, რომ ცოტა უცნაურად ჟღერს ის ჟერბერი. ამხანაგო ჟერბერ. მე თქვენ დიდი საათზე დაგიბარეთ. ახლა კი დღის 2 საათია. რა მნიშვნელობა აქვს? თავარია რომ გამოვცხადდე. ეს რა ხია? წაბილი. ეს რატომ ზდუმხართ? იქნებ ცუდი კარდიოგრამა მაქვს, ან სისხლის ანალიზია ცუდი, ნუ დამიმალავთ. მე ჯერ არავითარი მონაცემი არ მაქვს. სხვათა შორის. გისმენთ, Rodion Nikolaevichi. ჯერ მხოლოდ მე-6 დღეა რაც ჩვენთან ბრძანდები და უკვე საყიდურით ამავსეს. ჩვენ ჯერ თქვენისთან ავადმყოფი არ ყოლ. უპირველეს ყოვლისა მე სიტყვა ავადმყოფი არ მაწყობს. ასეთი გამოთქმა ჯანმრთელ ადამიანსაც გახდის ცუდად. რას მიჩვია? იმას რომ თქვენ არავის არ აძინებთ. მოულოდნელად წამოხდებით ხოლმე ლოგინიდან და კითხულობთ ლექსებს. ლექსებს კითხულობ. დიახ, ლექსებს. აი თურმე რა არ მოსწონთ. იქნებ ხრინვა ურჩევნიათ. იცით, რომ ჩემი მეზობელი ისეთი დამანგრეველი ძალით ხრინავს, რომ რაფაზე დადგმულ ყვავილებს, ფოთლებს აყრევინებს. არ გჯერათ? მე არ ვჩივი. გათენებისას სიმღერას წამოიწყებთ ხოლმე და ყველას აღვიძებთ. წვიმიან ამინჩი მე არ უღერ და არც სურვილი მაქვს ვიმღერო. თავს ვერ ვიკავებ მზიან დილას. თანაც ისე ხმა დაბლამღერი რომ მე მგონი არ შეიძლება რომ ამან ადამიანი შეაწუხოს. ყოველ ჟამს როცა მზედა ქარია შენ მაგონდებით ვირფასო შენ და ახლაც როცა მზედა ქარია მსულს მოსხურდი შენ აი ეს ადამიანს გაღვიძებს სასიამოვნო ველი ხართ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ სანატორიუმში ბრძანდებით. ახში ფანჯრიდან გადადიხართ. აბა რა ვქნა? მორიგი ველტა ვაძიკა ექტანი. კარებს გასაღებით კეტავს. მე კი მინდა ბაღი ღამით ვიხილო. ზღვის ნაპირი მთვარის შუქზე. მე ბოლო ხანებში სულ მოვწყდი ბუნებას. მიუხედავ ყველაფერის თქვენ სრულიადაც არ გაღელვებთ. 9 საათია უკვე შაქარყინულს წუწნით. ჩემს გასამართლებლად მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ფანჯარაში ძალიან ფრთხილად გადავდივარ. წინაღამით მასმის 3 კილო გადმოვაგდეთ. და მარტო თქვენი პალატა კი არა, მთელი კორპუსი გააღვიძეთ. გარწმუნებთ Rodion Nikolaevichi, რომ შემდეგში ფრთხილად გადავწვრები. თქვენთან საუბარი ძნელი ყოფილა. ამას მე ძალიან ხშირად მეუბნებიან და არ ვიცი რატომ. მე ნამდვილად კეთილი სურვილებით ვარ გამწყობილი ადამიანების მიმართ. კიდევ რა პრეტენზიები გაქვთ ჩემს მიმართ?
გრაფა წლოვანების შესახებ შევსებული არა გაქვს. აი, რა საჭიროა ასეთი ზედმეტი ცნობის მოყვარეობა? მე მაგალითად ხომ არ გეკითხებით თქვენ რამდენი წლისა ხართ? სხვათა შორის შეგეძლოთ გეკითხათ. თქვენგან განსხვავებით მოგახსენებდით, რომ არის 60-ის გავხდა. სერიოზულად? დიახ. აღფრთოვანებული ვარ თქვენი გულახდილობით და მეც ასევე გულახდილად კი პასუხებ. ჯერ არა ვარ 60-ის. კითხვაზე თქვენი პროფესია, რატომ უპასუხეთ, რომ მუშაობ ცირკში? თუ ნამდვილად ცირკში მუშაობ? რას აკეთებთ ცირკში? თქვენ გონიათ ეს იმათეროსკლეროზის განკურნებაში დამეხმარება თქვენმა ექიმებმა რო აღმომიჩინეს და სინამდვილეში არა მაქვს. რას აკეთებთ ცირკში? თქვენი პროფესია მხანაგუჟერბება. თქვენი არა ჯანსაღი ცნობის მოყვარეობა თქვენ ოდესმე დაგუგებავთ. ჯამბაზი ვარ. კმაყოფილი ხართ? სხვა რა უნდა გააკეთოს ქალმა როდიონ ნიკოლაევიჩ ჩემს ასაკში? ეს საკითხიც ამოვძურეთ. რატომ არ შეავსეთ ოჯახური მდგომარეობის გრაფა? გათხოვილი ხართ? ეს საკითხი მოკლე პასუხისათვის ცოტა რთულია. დასწრების ღმერთი, გათხოვილი ხართ თუ არა? მე იცით, რაღაც მსიამოვნებს, რომ თქვენ ეს საკითხი ასე გააღელვებთ. რახანასია, ვაღიარებ. თლად ქმრიანი არა ვარ. ახლა კი, როდიონ ნიკოლაევიჩ, ნებამიბოძეთ გითხრათ, რომ თქვენმა უტაქტო შეკითხვებმა მომაბეზრეს თავი. მე გითხებით, რამდენი წლისა ვარ. ძალიან გინდათ გაიგოთ, ქმრიანი ვარ თუ არა. ასეთ შეკითხვები თეთრ ხალათში უნდა დასვათ და არა ამ დაჭმუჭმულ პიჯაკში ერთი ღილი რომ აწყვეტაზე გაქვთ. მე მეგონა სერიოზული საუბრისათვის მიბარებდით. თქვენ კი აქ ნახევარი საათია შაქარყინულს წუწნით. ცით რა? შაქარყინულს იმიტომ გიახლევით, რომ სიგარეტი არ მოვწიო. და საერთოდ ან ანკეტას შეავსებთ წესიერად, როგორც საჭიროა. ან არა და სანატორიუმს დაემშვიდობთ. თუ არ შეწყვეტ ამ მსგავსულ ხეშობას, მე მილიციას გამოვიძახე. მეც მოვედი. მოხარული ვარ რომ გიხილეთ. თქვენცაც ხომ სასიამოვნოა? რა არის სასიამოვნო? მე რომ მოვედი. ძალიან მიყვარს ახალი ნაცნობები. ამას ინათაც ისე მშვენივრად ვისაუბრეთ. სულ გიგონებდი. ნუ თუ ყველას ერთნაირად არ უნდა გვიხაროდეს, როდესაც მზე გამოიხედავს ღრუბლებიდან. მე დღეს ყველა მიყვარს, ყველა. თქვენც, როდიონ ნიკოლაევიჩ. ახლა პაპიროსებს დანებეთ თავი. არა შევი ესე პაპიროსი მოწიოთ.
შაქარყინულის ლოყვის მამნეჩევისგან გაგანთავისუფლებ. ნადბევრია გადაუჭრელი საკითხი. დიახ. მართალი ბრძანდებით. აი დღეს მაგალითად, როდესაც მომდიოდი ამ კაფეში და დაგინახეთ თქვენ მარტო ფუნთუშით ხელში, რაღაც შეცოდების ტალღა მომაწვა. მე გავიფიქრე, რამე უბედურება ხომ არ შემთხვა ამ ადამიანს, რომ ასე მარტო შემალულა საფუნთუშეში და შავზე შავ ყავას მიირთმევს. გინებავთ მე კიდევ ერთ ფუნთუშას მოგიტან ხაშხაში. მადლობა ფუნთუში. მე ისე მინდა ბედნიერ სახებს უყურო ირგვლივ. ამას წინათ ჩემი ქმრის წერილი მივიღე. როგორც ეტყობა კასპიისპირეთშია. ძალიან საინტერესო ამბებს იწერება. თევზი მაგალითად იქ უხვად ყოფილა. აკითხვით ქმარი არ ყავს. ნუ თუ. და ის თქვენ დაიმახსოვრეთ? ალბათ იმ დღეს გაბრაზებული ვიყავი ჩემ ქმარზე და არაარსებულად გამოვაცხადე. ეს როგორც თქვენ თქვით, ჩემი ცვალებადი ხასიათით აიხსნება. ასეთი ვარ. მაგრამ ჩემ ქმარს ძალიან უყვარვარ. მშვენიერი ადამიანი. მაგრამ მე ვხედავ ეს თქვენ სრულიადაც არ გახარებთ. რატომაც არა, ძალიან მახარებს. პირიქით ახტაცებულის კი ვარ. არა იცით, ისე ხშირად კი ვერ შევხვდები საინტერესო მამაკაცებს. რაღაც ყველა ერთმანეთს გვანან. არც ისა, არც ესა. აი შეხედავ და გაიფიქრე. რა მოგივიდა ჩემო სიხარული, რამ გაგახუნა და რამ დაგამწუხრა. სხვათა შორის, ასევე შეიძლება ითქვას ქალებსაც. ისე თვინმე შეხვდები. აი მაგალითად ამას წინათ ერთი ლურჯი თმებით გამომაცხადა. შეუძლებელია. დიახ, სავსებით ლურჯი თმებით. იასამნის ფერს უკვე მივეჩვი. ეს ჩახუჭუჭება და მაგალითად თქვენ რა გახურათ თავზე? გოგონა შეიძლება მოუხდეს კიდეც, მაგრამ თქვენ საკმაოდ ასაკ გადასულს. მე ვიტყოდი ხანში შესულს. და უცებ ასეთი რამ. ეს არაფერს არ აქვს. მართლა არაფერს გავს? ნამდვილად. რასამწუხარო მე სიმომწონდა ეს ჩალმა. ეს ჩალმა, როდენი გავაეც? მე მგონი უფრო შლაპაა და საკმაოდ იქიდნური რამ. ალბათ გინდოდა თვინმეს მოსწონებოდით, არა? თქვენ კი დროა სულზე იფიქროთ ამ ხანაგო ჟერბერ, სულზე. შუაში ეს სული. ნამდვილი ქალი, ბოლომდე უნდა ბრწყინავდეს. უკანასკნელ ამოსუთქვამდე. და მოგახსენოთ, რომ სისულელეს ბრძანეთ. ვის უნდა სილამაზე კუბოში? ბულო ყოფილ ხართ. კუბოც მიხსენეთ. ფებრუხანაც დამიძახეთ. მე ეს არ მიკადრები. მაკადრეთ. თქვენთან საუბარი ძნელი ყოფილა. საინტერესო რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩემი ჩალმა არ მოგივიდა თვალში. უმჯობესია თქვენ თავს მიხედოთ. ერთი ღილი აწყვეტილია, მეორეც აწყვეტაზია. მე მაინტერესებს რაზე ფიქრობს თქვენი ცოლი. და მოგახსენოთ, რომ მე უსწორო გახლავთ. მით უფრო მოწესრიგებული უნდა იყოთ, ხომ გყავთ ის ნაცნობი ქალები, რომლებიც გულგრილნი არ არიან თქვენს მიმართ. მე საქმით ვარ დაკავებული და ქალებისთვის არის. არ მჯერა. ექიმი, თანაც აგარაგზე, შეიძლება ითქვას იმპოზანტური. საიდანაა გაქვთ ამდენი ცინიზმი?
თქვენ სიყვარულს უარყო? ნებათა ღელვას? რა საშინელებია. რას გულისხმობ? თქვენ სტონს. ყველაფერი როდია სახუმა. მე ვიცი რა არის სიყვარული. მეც მყავდა მეუღლე. არასოდეს არავინ იმის გარდა არ გიყვარდა? რატომ უნდა მყარებოდა ვიღაც? როდესაც მარტო ის მიყვარდა. საღამო მშვიდობისა. ეს თქვენ ახართ? დიახ. კონცერტზე იყავით? დიახ, მე 12 რიგში. თქვენს მახლობლად ვიჯექი. ვერ დაგინახეთ. თქვენ ისე გატაცებით უსმენდით. სრემლიც კი ქონდა თვალზე. რატომ გამოხვედით დარბაზიდან? დაწყნობით. ასეთი კეთილი რატომ ხართ დღეს? ვინ იცის? მე ვიცი. მუსიკა. თქვენ რატომ მიატოვეთ კონცერტი? თქვენ არც სკოლა გქონდათ და არც საწვიმად. გიყვართ ოლღანო? როგორ გითხრათ? 20 წელი არ მომისმენია. რა უცნაურად მიდის ჩვენი ცხოვრება. არა, შენ მიდიხარ. მიდიხარ და გვერდზე გრჩება ყველაფერი ის, რასაც მუსიკას რო უსმენდი. ყველაფერი ერთ ბაშად გამახსენდა. ძველი ქალაქის ქუჩები. რა მიმზიდველია რა. მე ადრეცა ვარ ნამყოფი აქ. ეს ქუჩები განსაკუთრებით ლამაზი ხდება შებინდებისას. უცებ მოგეჩვენება, რომ ამ ძველი სახლის ვიწრო კარიდან შუა საუკუნის ალქიმიკოსი გამოათავეს უცნაური ქუდით. თქვენ ფანტაზიერი ყოფილიყართ. არა, მე მოლარე ვარ. მოლარე?
მაგრამ აგიწერდით ცირკში უმუშაობა? ცირკში ვმუშაობ, მაგრამ მოლარეთ არა ჯამბაზად. ჩვენ ისეთი მუსიკა მოვისმენთ, რომ ტყუილი აღარ შემიძლია. თქვენ არ მოგწონთ, რომ მე მოლარეთ ვმუშაობ. არა, რატომაც არა. რა თქმა უნდა, ცირკი ეს სხვა ასპარეზია, მაგრამ სალოროშიც ხდება საინტერესო ამბები. ჩვენ განსაკუთრებული მაყურებელი გვყავს, ბავშვები. ისე უხარიათ ბილეთების შოვა. თქვენც მობრძანდით, გიშოვით ბილეთებს, თუ გნებავთ თორს. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ჯამბაზები გვყავს. ალბათ ძალიან საინტერესოა ჯამბაზების ნახვა. ცირკში ძალიან კარგი ხალხია. სამსახურში მე მხიარული ვარ. მაგრამ მოხვალ სახლში. არავინ დაგხვდება. მეუღლე? მოგზაურობაში. ალბათ ხშირად ჩამოდის ხოლმე. ხანდახან ის დიდი არტისტია და ძალიან ხშირად იწვევენ ყველგან. ძალიან კარგი ადამიანია. თქვენ ეს უკვე მითხარით. აქ დიდი ხანია ცხოვრობთ. ომის მერე. სადაური ბრძანდები? ლენინგრადიდან. საოცარი ქალაქია. იყო. აქ მარტო ცხოვრობთ? არა, ქალიშვილი ჩამოდის ხოლმე. შოთაშორის ახლაც ველოდი. ჩემს საგარაგზე ზღვისპირა ოთახი გაუმზადე. ზივარ ხოლმე მის ოთახში ფანჯარასთან და ვისმენ როგორ ხმაურობს ზღვა. მარტოობა ძნელია. ჩემი პაციენტის ბედი შეცენდრესო წიგნი არ მოგწინდებათ. თქვენ გაბრაზდი? არა, სულებთ წერა. არა გაბრაზდი. დასწრებლის ღმერთი ქალებთან ლაპარაკში რომ შეყვები შეიძლება მართლა გაბრაზდებათ. რას ერჭით თქვენ ამ საწოდავ ქალებს? მე დარწმუნებული ვარ, თქვენ მეუღლეს ასე მკაცრად არ ეკცეთ. მეუღლე შესანიშნავი ადამიანი იყო, შესანიშნავი. წავიდა? მიგატოვა? დიახ, თქვენ ზუსტად ბრძანეთ, მიმატო. და ნამდვილად არავინ არ გიყვარდათ მის შემდეგ? როგორ არა? ერთხელ კიდაღან დავქორწინე. მერე? გადავიფიქრე სისულელე. ისევ გაწვიმდა. აქ შევეფარ. არა, აქ არა. მეშლია. გეჩინე. არ ვიცი. ჩქარა გაშალეთ, თორე სულ დავსველ. იყო დრო, როცა წვიმა ძალიან მიყვარდა. ოხ, როგორ მიყვარდა. წვიმაში ისეთი საოცარი აზრები მომდიოდა. ქოლგა მეჯავრებოდა. ახლა კი გაციების მეშინია და საწოდავად ვიმალები ქოლგის ქვეშ. მოდით გავტეხოთ ქოლგა. გავტეხოთ. გაუძალიანოთ. ის სიბერეს. ეს ხომ სიბერია, დიახ, ეს სიბერია. მოდით თავში შველი დავდგეთ წვიმის ქვეშ. მომეცით ეს სულელური ჯოხი. რა მოგივიდა? რა მოგივიდა? ცუდად ხარ? დამის. გული? საშინელება. როგორ ახართ? უკეთხართ? თქვენი სახელი.
ამხანაგი ჟერბერი. თქვენი სახელი ამხანა გოჟერი. ლიდა. რატომ ეკითხები? არ ვიცი. მაინც? უკითხართ? კი, უკეთ. წვიმამ გადაიღო. დიახ. კარგი. მოიხედეთ ირგვლივ. შესანიშნავი არა სიცოცხლე ამხანა გოჟერი. ლიდია ვასილევნა. გოჟერი. ლიდია ვასილევნა. დიახ, გთხოვთ მოგაბიოთ ლიდია ვასილევნა. იცით, მე სამატყოფოსთან ჩამოვიარე და უცბად გამახსენდა, რომ რამოდენიმე დღის წინათ თქვენ აქ მოგათავსეს. გადავწყვიტე გამეგო თქვენი ჯანმრთელობის ამბავი. არაფერია 3-4 დღის შემდეგ სამსახურში ვიყავ. ძალიან სასიამოვნო. ხომ არ მოიძებნება თქვენს პალატაში ქილა, რომ ეს მიხაკები მოათავსოთ? მოძებნი, აუცილებლად მოძებნი. ისიც მინდოდა გამეგო, როგორია კვება? ჩულებრივი. როგორც საავადმყოფო შეეფერება. მაშინ ხომ არ გაშინჯავთ ბულიონს, რომელიც რატომღაც მე ამ დილით თვითონაც არ ვიცი მომამზადე. მადლობთ, ძალიან მანებივრებთ. მადლობთ. როგორია? შესანიშნავი. მაშინ იქნება ეს კატლეტების გაშინჯოთ, რომელიც მე ველტა ვაძიკას დახმარებით გავაკეთებ. შემიძლია გაგახაროთ. მოგვარდა ჩემი ურთიერთობა დამსვენებლებთან. ზოგიერთმა თვითონ დაიწყო ღამღამობით ბაღში სეირნობა. მე პანჯარაში აღარ უძვრები, რადგან სიმპათიურმა ველტა ვაძიკამ შემოსასვლელი კარების დამატებითი გასაღები დამითმო. არ ფიქრობთ, რომ წესრიგის დარღვევებმა საზოგადო ხასიათი მიიღო? თავარია, რომ ჩვენ ერთ კოლექტივად გავერთიანდით. დილაობით თვითონ მთხოვენ სიმღერას და ხანდახან ამყვებიან ხოლმე. რა სიტყვით ამ კატლეტების შესახებ? შესანიშნავია. ძალიან სასიამოვნო რომ მოგეწონათ. ჩემ ქმარსაც მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელები. ხო მართლა, სად არის თქვენი ქოგა? ხომ არ გამიწყდა? და საერთოდ ჩემი ბრალი ხომ არ არის რომ თქვენი საღამოს ცუდად გახდა? არა, სრულებითაც არა. გული ხანდახან მახსენებს ხოლმე თავს. რასიზმი, ომი, ბლოკადა. უახლოესი მეგობრები მეუბებოდნენ, მე კი ვერაფერს ვშველოდი. ომამდე კი სულ სხვა იყო. მაიაკოვსკის ვკითხულობდით, მერხოლდის დისპუტებს ვესწრებოდით. მახსოვს ერთხელ მთელი თვე შარლისათვის ფულს ვაგროვებდი, მერხოლდის დისპუტზე კი პაპიროსით გამოვწვი. წარმომიდგენია რა განიცადეთ. ამას ხო ესენი ვერ გაიგებენ ჩვენი ახალგაზრდები. მერხოლდის დისპუტზე მე თქვენ არ წარმომიდგენი ხართ, მაგრამ აი ასეთ დისპუტზე შეუძლია თუ არა კომკავშირელს ატაროს ჰალსტუხი. აი ასეთ წარმომიდგენი ხართ. ახლა კი დავდივარ ხოლმე ქალაქში. ვიხედები აქეთ-იქით.
და მგონია რომ მამონტი ან დინოზავრი ვარ. თქვენ მართალი ბრძანდებით. ომამდე მართლა სხვა იყო. ჩემთვისაც ბედნიერი დრო იყო. მე მაშინ სწავლობდი თეატრალურ ხელოვნებას. სანამ ცირკში დავიწყებდი მუშაობას, მე დრამატული მსახიობი ვიყავი. არ გჯერათ? სწორედ მაშინ დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და მთელი კურსით გავემგზავრეთ მაგნიტკაზე. ღმერთო, რა მხიარულება იყო. რა მადლიერები იყვნენ ჩვენი, როგორ საჭიროდ გრძნობდი საკუთარ თავს. რა ოცნებები იყო, რა იმედები. თქვენი მეუღლე მაშინაც მსახიობი იყო. არა, მე მაშინ სულ სხვა ქმარი მყავდა. საშიში პიროვნება ყოფილხართ. ვინ იყო თქვენი პირველი მეუღლე? არარაობა. რატომ გახდებით? გაგიჟებით შემიყვარდა. რისთვის? ობა საიდან ვიცი რისთვის? ეს თავიდან არავინ არ იცის. კოშმარია. რადგან იგავე ძირფასო, ნუ განიცდით ასე. ამას ეს თქვენ გავნებთ. მე ხო გამოვსწორდი. უკვე აღარა ვარ თავქარიანი. უკანასკნელად 20 წლის წინათ გავთხოვდი, მიყვარს და მისი ერთგული ვარ. გიყვართ და მისი ერთგული ხარ? მიყვარს და მისი ერთგული ვარ. ხომ დაწყნარდე? რამდენადმე? 20 წელი საკმაოდ დროა. თქვენ კი დიდხანს გიყვარდათ თქვენი მეუღლე. ალბათ მთელი სიცოცხლე. დიახ, თქვენ ეს ბრძანეთ მაშინ. ეს საოცარია. ყოველ შემთხვევაში საინტერესო. ერთხელ ხელში აყვანილი მთელი 8 კილომეტრი ვატარე. რატომ? ვიცი, რატომღაც ასე მომინდა. მაინც არ იტყვით რატომ? ახტაცებისგან ალბათ. თვითონის? მას ეძინა. ნუ მადური ყოფილი. არა, სულებითაც არა. თქვენ ახევრის შემდეგ კი ქალიშვილი მაჩუკა. აჰა, გასაგებია. შემდეგ ომი დაიწყო. დაგღალი. თქვენ ხო ავადმყოფი ბრძანდებით, ნუ პრაქტიკულად სრულიად ჯამრთელი. კარგად ბრძანდებოდეთ. ხო, მართლა სულ დამავიწყდა. თქვენ რომ გიყვართ. ესთვის მანებივრებთ ასე. დაბრუნდი ამ წვიმაში. გამოჯამრთელდი? სავსებით. დიდებულადაც დავისვენა. ყვავილებიც მოვართით. შესანიშნავია. თქვენ აქ მარტო რატომ ხართ? ყველა კონცერტზე წავიდა. მე აქ ვიჯექი წვიმას უგდებდი ყურს და ფიქრობდი. მე ვიცოდი, რომ თქვენ მოხვიდოდით. ვიცოდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი. რატომ? ახლა ხან ზღვაზე გახდეთ. იქ საშინელი ველვა. ზარმაზარი ტალღები, ჭექა, ქუხილი. შემიში. თქვენ სასახლეში ადამიანი უფრო დაგროვებული უნდა იყოს.
რა მაწუხებს? ალბათ საინტერესო რამ იქნება. მე აქედან უკვე მალე წავა. ჩამოსვლისას ტანსაცმელი ჩამოვიტანე. ძალიან დასანანირო ვერსად ვერ ჩავიდე. თქვენ რა თქმა უნდა ეს არ გესმით, იმიტომ რომ თქვენ კაცი ხართ. აი ჩახვალთ მოსკოვში და ოპერეტაში ან თეატრში ჩაიცვალეთ. ჩაუცმელი რომი მაქვს, ეს არაფერია. ამაში არის რაღაც დრამატულიც. მაშინ ჩვენს რომელიმე საღამოზე ჩაიცვით. სანატორიუმის ვითარება ამისთვის არ არის. თანაც უტაქტობა იქნება. გიყვართ რესტორანში სიარული? სახში მისჩვენია. თქვენ ჩემი შეკითხვის არწი ვერ გაიგეთ. როდესაც მე რესტორანზე ვლაპარაკობ, მე გულისხმობ მხიარულებას, ცეკვას, მუსიკას, შამპანიურის დარღვევას. აი ჩახვალთ მოსკოვში და მეუღლე წაგიყვანთ რესტორანში. არა მგონია რომ ეს გააკეთოს. თუმცა ჩვენ ერთ დღეს ჩავალთ მოსკოვში. საინტერესო დამთხვევა ხო? ალბათ ნახავ კიდეც. ის ძალიან მოუცლელია ქალაქში. თქობა თქვენს მეუღლესთან თავისებური ურთიერთობა გაქვთ. ყოველი ქორწინება თავისთავად საკმაოდ თავისებური მოვლენა. ჩემი მეუღლე სახელგამთქმული მუსიკალური ექსცენტრიკია. ალბათ ძალიან საინტერესოა მუსიკალური ექსცენტრიკის მეუღლეობა რა. სრულიადაც არ არის ეს ასაცილი. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ტალანტია. მე რო პირველად ვნახე, იცით, თავბრუ დამესხე. რა გასაკვირია რომ უსაზღროდ შემყარებოდა. მისი გულისთვის დავტოვე დრამატიული თეატრი, რომ სულ მასთან ყოფილიყავი და ჩვენ ყველგან ერთად ვიყავით. საერთო ნომერით შევქმნით. მე გამოვდიოდი ვერცხლისფერ პარიკით და ვერცხლისფერ წამოსასხამში და აი ასე ორკესტრის თანხლებით ასე მღეროდი. მობრძანდით ღიარის თქვენთვის ჩვენი კარი, ეზიარეთ სიხარულს დალხენას, თქვენ გისურვებთ მსახიობი ქალი, ნეტარებას, აიმ სპილოს ხელას, გალახდით, ერთი წუთით დაივიწყეთ დარდი, შეგებეთ თეთრი ლომის ფაფარს, ეს ცხოვრება მერანია მარდი, ისარივით გაფრინდება სწრაფად და ბოლოს ასე თავდებოდა. მშვიდობით მოხდილი ვაქს თქვენს წინაშე ვალი, თქვენი ცინით და ჩვენც აღარ ვღელავ. დაივიწყეთ მსახიობი ქალი, მე კი მუდამ მეხსომებით ყველა, მე კი მუდამ მეხსომებით ყველა. ალბათ სამწუხარო რომ თქვენს მეუღლეს ხშირად არ ხვდებთ. რა სიზამი? რა სიზამი? საქმე ისაა, რომ ჩემი მეუღლე დიდი ხანია სხვისი ქმარია. როგორ გავიგოთ ეს? სრულიად უბრალოდ. სხვა ქალი შეირთო. დასწრების ღმერთი რას გავს ეს? რა უნდა ექნა? როგორ თუ რა უნდა ექნა? განა შეიძლება დავადანაშაულოთ, რომ
მე მასზე ბევრად უფროსი ვარ. ხან შესული ქალი კი უკვე მიმზიდველი არ გახლავთ. ახალგაზრდა სხვა. და მეთანხმეთ, რომ ამაში მაინც არ შემედავეთ. და დაესაჯათ, სასტიკად უნდა დაესაჯათ. ერთი სიტყვით შეუყვარდა. წარმოიდგინეთ მის ადგილას თქვენი თავი. თქვენ მაგვირვებთ. ხომ უყვარდი, მაფასებდა, მეხმარებოდა. მოვიდა ჩემთან და სრულიად გულახდილად მითხრა. ეს კარგია, რომ სიმართლე მითხრა. იცი ჩემო ლიდა, მე სხვა ქალი შემიყვარდა. ძალიან განიცდიდა. ერთხანს კიდევ ერთად გამოვდიოდით. მერე არენაზედაც შესანიშნავად შემცვალა. მოგარეობა ამის შემდეგ დაიწყეთ. ძალიან კი დამენანა ჩემი კოსტიუმის დათმობა. რა ბძანეთ? ხო. არა, ერთხანს საკუთარი ნომერი გავაკეთე ესე. ჩემი ამხანაგები მილოცავდნენ. მაგრამ ის ნომერი წარმატებით არ სარგებლობდა. მერე ჩემმა მეგობრებმა მოლარეთ გადმომიყვანეს. ესეც იღბალია. ლიდია ვასილი. თუ მიცოდებთ, ეს ძალიან დიდი სისულელეა თქვენის მხრიდან. მე ჩემ ქმართან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვარ. იმდენად, რომ წამოსვლისას ჩემგან 150 მანეთი იცესხა და მე არაფრად არ მჭირდება თქვენი შეცოდება. რა თქეში. ლიდია ვასილევნა. დაცინებული ისულისათვის დაცინებული. მე რაღაცა მინდოდა მეთქვა კიდევ თქვენთვის. დაწმარდით ლიდია ვასილევნა, გთხოვთ დაწმარდით. ლიდია ვასილევნა. გთხოვთ სერიოზულად მოეყოლათ ჩემს სიტყვებს. რამდენიმე დღეში რესტორანში ხმარობთ. გთხოვთ ეს ამბავი ჩემი თანამშრომლებისგან საიდუმლო შეიძლება. საოცრად მაინტერესებს თქვენი საზეიმო დასაცმისა. უკვე გვიანა. უკვე ძალიან გვიანა. რატომ იცინე? რა ბედნიერება რომ არავის დაუნახევარ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა, რომ ვინმე შემოეხედა თქვენი სანოტარიუმიდან. საშნელება. ხომა. რა მოგინდა? გონი შლეპა დაუკარგე, ალბათ რესტორანში და. დასწრების მას. მაშინ რატომ არ მიდივართ სარმა? იმიტომ რომ ჩვენ აქ მოგწონს. მაშინ რატომ არ ჯდებით თუნდაც აი ამ სკამზე? ჩვენ ახლავე დავждები. მაშასე. თქვენ დაბაც გამომზეურეთ. მოგწონთ? შესანიშნავი თვალის მომჭრელი სანახაობა იყო. იცით იყო წუთი, როდესაც ჩემს თავს უთხარი, ნუ თუ ეს შენ ხარ მეთქი. არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ვიმხიარულებდი. სხვათა შორის მხიარულება ჯამრთელობის საწინდარი. ჩამოკიდეთ თქვენ კაბინეტში ეს ლოზუნგი. მოხსნია. ვის?
ჯერ მე, შემდეგ ლოზუნგს. ვერ გაბედავენ. ჯერ ყველაფერს ბედავ. სამწუხაროა რომ საღამომ თავის სიგრილე გვაგრძნობინა. ალბათ გაწვენდება. დღეს ჩემს სულს ყველაფერი ეხმიანება, წვიმაც, ქარიშხალის და ეს ვარსკვლავებიც. სლექსია? შეიძლება. ისეთ დიდი ხანი აღარ ყოფილა რესტორანში. გამხდის მანძილზე რაღაც უცნაური ცეკვები შემოვიდა. ის ტვისტი იყო. ტვისტი სინამდვილეში უკვე გამოვიდა მოდიდან. იცით, ცნობილი მეცნიერები თვლიან, რომ ტვისტი ტელევიზორმა დაბადა. ტელევიზორთან ჯდომა იწვევს კულტურის მოძრაობის მოთხოვნილებას. აი, სხვა რამოდენიმე ილეთი. თქვენ გამავშვიდეთ, მაგრამ მე არც სხვა ცეკვებში გამიგება. აი მაგალითად ეს ხელების განზექნება. ამაში არ გეთანხმები. შეიკი ადამიანს ინდივიდუალურ სილამაზეს უნარჩუნებს. მე თავისუფალი ვარ. მთელი ჩემი არსებით მე ცეკვაში ვარ. მე ბედნიერი ვარ ჩემი იმპროვიზაციით. მშვენიერია. თუმცა თქვენ ბარბაროსი ხართ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არასოდეს არ გიცეკვია. არა მე ცეკვავდი, სიმართლეში ცეკვავდი. ისე ხანდახან გულის წასვლამდე ლეკურსა და კამალინკას, ქრისტისა და შიმის პროტესტის ნიშნად. ალბათ ჩარლტონის და შიმის პროტესტი არ მჯერა, რომ თქვენ ცეკვავდი. როგორ არა? მაგალითად ჩარლტონს. ჩარლტონსაც ცეკვავდი. დამიმტკიცე. როგორ? ახლა? ახლა? სადა? აი აქ. სიამოვნებო. როგორ? არა უშავსა, თუმცა მას არ მოველოდი. მაგრამ ეს ხომწუნელი ცეკვა. და თქვენ გეთ რომ მეც ვიცეკვო? აუცილებლად. მილიცია? რაზმი, დამშენი? ჭანდაბას. ჯანდაბას. გეყოფათ რა ძე? ეს გულისათვის გეყოფათ, იმიტომ რომ თქვენი გული ოხმერთა ჩემი. ბრანშვენიერება. მართლაც რომ მშვენიერება. რა შესანიშნავია სიცოცხლე. გინდათ გენით გავისეირნო. არ შეიძლება. ვერ გაბიგებ. როგორ ნუ თუ ასე დასაქმშია. აბა თქვენ როგორ გონიათ? თქვენ საშიში პიროვნება ყოფილიყავთ, რეალ საშიში. თქვენთვის არა, თქვენ ხომ ქალთა მონძულებდამდე? რა თქმა უნდა. ანავარიან კიდევ ქვეყნად ქალები. გაქრენ. დიახ, გაქრენ. მამაკაცებიც გაქრენ. მამაკაცებიც გაქრნენ. ქალებიც გაქრნენ. რა საშინელება რა? ჩვენთვის არა. ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ უყვარდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ესეც საკმარისია. თქვენ ასე ფიქრობთ? თქვენ? მე? რატომაც არა? ფიქრობ. მეც ფიქრობ. აი რა კარგია. რაგაცი? აი უკვე 2 საათია რაც დავდივარ. ნამდვილად რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. გუშინ მაგალითად მზის ჩასვლას უყურე. თქვენ საშიში ქალი ხართ. გრძნობ რომ უქსკრულიცაკენ მიმაქანებთ. ჩარლტონიც კი მაცეკვთ. ჩემს თანამშრომლებს რომ დავენახე,
რისი უფროსი ხართ პასუხისგებლობის თუ გეშინიათ? თქვენ თუ ყური გიგდეთ? და ყური დამიგდეთ. არც ისეთი დიდი დრო დამრჩა. რატო არ ჩანეს გუშინ მთელი დღე? ქალაქში ვიყავი, კლინიკაში ოპერაცია მქონდა. როგორ თქვენ კიდე ლაკეთებთ ოპერაციებს? მე სპეციალობით სამხედრო ქირურგი ვარ, ამიტომ ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. ვინ იცის, როდის ვიქნები საჭირო? ღმერთმა მოკრას. მე აქ უკვე ვიყავი. წავიდეთ აქედან. რატო? არა ის საჭირო. მართლა უფერული, შეუფერებელი ადგილი ამოურჩევიათ სასაფლაოსთვის. მე დავიღალე. 44 წლის ოქტომბერში აქ სასტიკი ბრძოლები იყო. ამ ადგილებში ჩვენიანები ბევრი ჩაწვა. ოდესულ მათი საფლავებია. თქვენ ხომაკ არ იბრძოდეთ? არა, მე არა. მას თქვენ ზეგ მიემგზავრებთ, არა? დიახ, უკვე. ეგ ისე შეგეჩვიეთ. გადამეჩვევთ. რა თქმა უნდა, მე მარტოობას ვარ შეჩვეული. ბოდიში რომ შეგეკითხეთ, მე თქვენ არ მიპასუხეთ მაშინ. რატომ დაგტოვათ ცოლმა? რა მოხდა? ომი მოხდა. მერე? მერე ის წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მე 6 თვის გოგონა დამიტოვა. უღარაფერს ეთქვით, მოპატიეთ. რატო აღარ დაბრუნდით ლენინგრადში, ეს ხო თქვენი მშობლიური ქალაქია? ალბათ არ შემეცვა. თქვენ ალბათ ძალიან ბედნიერები იყავით იქ, ლენინგრადში. ალბათ. მე კი არ ვიცი, ვიყავი ოდესმე ბედნიერი. ხიარული კი ვიყავი. ალბათ არც არსებობს სასებით ბედნიერები. თუმცა მე შევხვდი ერთხელ ერთ ბედნიერ წყვილს. საღამოს არბათზე გვიან ღრმად მოხუცებული წყვილი მოდიოდა. მამაკაციც ისე ფრთხილად ხელკავით მოყავდა ქალი. მოდიოდნენ და ისე უზრუნველად იცინოდნენ. შეგშურდათ? კი. ალბათ მე შემშურდებოდი. არა, იცით, მართლა არაჩვეულებრივი სურათი იყო. მოდიოდნენ, ერთმანეთს ეყრდნობოდნენ და ისე მხიარულად იცინოდნენ. ლიდია ვასილევნა, გთხოვთ ცუდად გამიგებთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ერთგულება ნებისყოფის უდიდესი გამოვლინება. შეიძლება. როდესაც აქ მომდივარ, რაღაცა ღრმასევ და მიპყრობს ხოლმე. ეს შეხედეთ. იური აკიმოვი. დაიბადა 1924 წელს და დაიღუპა 1954 წელს, სულ 20 წლის ყოფილა. და ამ წარწერასთან ყოველთვის ცოცხალი ყვავილებია. ნინა სიმეონოვა. მეცსამსახურის მაიორი. დაიბადა 1917 წელს, დაიღუპა 1954 წელს, ახლა ხანშესული იქნებოდა. არ გინდათ.
მოგპატიეთ. რა? ვიცინოდი ხუმრობდი. კარგია. აი რატომ დარჩით თურმე აქ. წავიდეთ, ძალიან ჩავაბნევდა. დაკეცეთ ქოლგა აღარწუნს. მართლა? რა გწვენიათ? რატომ? იმიტომ რომ ყველგან დაგეძებთ. მართლა? სად იყავით? როდის? ეს ორი დღე. რაც ერთმანეთი არ გვინახავს. შორეულ ექსკურსიებში ვიღებდი მონაწილეობას. არა, თქვენ იმალებოდით. არა, მე გადავწყვიტე უკანასკნელი დღეები მოგზაურობისთვის დამეთმო. რას აკეთებთ აქ ამ ჩემოდნებით? მე მივდივარ. ტაქსი გამოვიძახე. მატარებელი საღამოს გადის, ახლა დილა. მე მინდა ცოტა ქალაქში გავისეირნო, ჩემს საყვარელ საკონდიტროში შევიარო. დიდებული ეს საკონდიტრო. მე კი არც კი დამემშვიდობეთ. ისარგებლეთ იმით, რომ საოპერაციოში ვიყავით და ჩუმად მიიპარებოდით, არა? არა, მე ოფიციალურად ამოვეწერე, ხელით ჩამოვართვი და თავის დაუკარი ხალხს. ჩემთან რატომ არ შემოხვედით? არ ვიცი. სხვათა შორის მე შემეძლო თქვენი მკურნალობა კიდევ ერთი კვირი გამეგრძელებინა. რა საჭირო? იმიტომ რომ ჯერ თქვენ კიდევ არ ახართ სრულიად გამოჩამოთელებული. მე უკვე ამოვეწერე, ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა. და სხმეთ. რა დაგჩვენიათ იმ თქვენს მოსკოვში? ჩემი ქმარი ის ამ დღეებში ჩამოვა. ისე უნდა ჩემი ნახვა. სულ ოცნებობს. არაფერსაც არ ოცნებობს. გეუბნებით ოცნებობს. უბით არ ოცნებობს. შეიძლება ვტყუი. აბა რა ვქნა? რა ვქნა? მაპატიეთ, რომ ასეთი ტონით გელაპარაკებოდით. დღევანდელი დღე ისედაც კატასტროფულად მიმდინარეობს. კატასტროფულად? ჩემოდნის საკეტი გამიწყდა და შიგ ყველაფერი მოჩანს. ეგ არაფერია, მაგას მოელებ. ჩემთვისაც იცით, დღეს ჩემი ქალიშვილის წერილი მივიღე. წერს რომ ვეღარ ჩამოვლე. რამე შემთხვა? არა, არაფერი. მაინც? მე მგონი გითხარით, რომ ჩემი სიძე და ქალიშვილი იაპონიაში მუშაობენ მეთქი. შვებულებას ყოველთვის ჩემთან ატარებდნენ. გასულ წელს ვერ ჩამოვიდნენ. სიძის ბიცოვასთან იყვნენ სოხუმში. წელს სამარყანდში მიემგზავრებიან. ჩემი სიძე არ ყოფილა თუნდაც იქ ნაყოფი. შემდეგ მოსკოვიდან ერთი სიტყვით ვერ ჩამოვლენ. წერენ რომ გაისა დაუცილებლად გინახულებთო. შმაკმა იცის რა არის. რა? არაფერი, ჩემთვის თქვი. თქვენ მართალი ხართ. რაზე ამბობთ? არაფერი მეც ჩემთვის. ტაქსი მოვიდა.
გაიცეთ. იცით, მე მინდოდა რაღაც მეთქვა თქვენთვის. ლეიდია ვასილევნა. ჩემი ქალიშვილის ოთახი თავისუფალია. პანჯრები ზღვისკენ გამოდის. თქვენ შეგიძლიათ თუნდაც ერთი კვირა სრულიად თავისუფლად ცხოვროთ იქ. პირობას გააძლევთ, რომ მე თვალით არ დაგენახვებით. როდიონ ნიკოლაევიჩ, არ გეწყინოთ. ეს შეუძლებელია. შეუძლებელი, არასოდეს. რას ეძებთ? ამ ერთ კვირაში ძალიან მყუდრო გახდა ჩემი ბინა. მაგრამ პერანგები ვერ მიპოვნი. არ გავიჯავდეთ. გუშინ ყველა გავრეცხე და თქვენ კარადაში ჩავატყვე. ეგ არ უნდა გეკნათ. პერანგებს ყოველთვის მე ვირეცხავ. აწყვეტილი ფოლაქების მიკერება მე მგონი თქვენი ხობი არ უნდა იყოს. ამაში მართალი ბრძანდებით. რაღაც საოცრებით ყველა ჩემი ბილი მიკერებული აღმოჩნდა. ნება მიმოძეთ, სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. გისმენთ, რადიონ ნიკოლაევიჩ. თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ლეიდია ვასილევნა. სულ ეს იყო? მაშინ გავიმეორებთ. თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ლეიდია ვასილევნა. ამჯერად უკეთ გამოგივით. მე მოკლე სადღეგრძელოებს მომხრე. მეც ასე. ახლა თქვენი რიგია. მე მინდა დავლიო სექტემბრის სადღეგრძელო. და ეს თქვენი სადღეგრძელოც არის. თქვენ ხომ სექტემბერში გამოჩნდით. მზესთან, წვიმებთან და პატარა კაფესთან ერთად. მე ვცხოვრობდი და არ ვიცოდი რომ იყო ეს პატარა კაფე, მისი წყნარი კუთხე, სადაც თქვენ ზიხართ. ეს თვე ჩემთვის შემაჯამებელი იყო. ეს იყო გამოსათხოვარი ფესტივალი და მადლობა უნდა უთხრათ მის მონაწილეებს. სექტემბრის სადღეგრძელო იყოს. ბევრს ვლაპარაკობ, არა? თქვენ სასწაული ხართ. წასვლის დროა. ჯერ ტაქსი არ გამოჩენიო. გამოჩნდა. მეშინია ჩემოდან მარ მიღალატოს. ნუ გეშინიათ ყველაფერი რიგს. ჩავждები მატარებელში და გავქანდები. მიყვარს მოგზაურობა. დიახ. თავისუფლად გრძნობ თავს და საითაც გინდა იქით მიდიხარ. შენი თავის უფროსი ხარ. ხომ სასწაულია? ნამდვილად სასწაულია. ტაქსი. მოსკოვში რო იქნებ და აუცილებლად დამერეკეთ. მე თქვენი ძალიან მადლობელი ვარ. ყველაფერი ისეთ სასაცილო იყო. ალბათ შეხვდებით. რა თქმა უნდა შევხვდებით. ნუ აწევთ, თქვენთვის ეს არ შეიძლება. ყველაფერი ამ სუბუქია, ძოლს მივაწოდე.
ვერ შევძელი წასვლა. საშინელება. ტაქსი გაუშვ. არ ვიცი რა გითხრათ. ყველაფერს ღმერთო, თურმე მთელი სიცოცხლე შენსკენ მოვდიოდი.